მოგესალმებით, ჩემო უფასებო. მოდი ნახოთ. შევადაროთ, როგორ იყო თქვენთვის 2024 წელი და როგორ იქნება 2025 წელი, ხო, ზოგადი ფონი. ნახოთ. თქვენი ახანდელი მდგომარეობას მოусმინეთ ამ თქვენ სიგნიფიკაციას და შემდეგ თუ მიხვდით რომ ეს თქვენია, გააგრძელეთ ყურება. როგორია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, სიტუაცია, როგორ ენერგიებში იმყოფება, ჩემი მაყურებელი. შემდეგ როგორ იყო თქვენთვის 2024 წელი ზოგადად ურთიერთობებში, როგორი იყო ურთიერთობები, ფინანსური თვალსაზრისით როგორი იყო და როგორი იყო ურთიერთობები ფინანსებით და ნახოთ სამუშაოს კუთხით, როგორ მუშაობის კუთხით, ხო, მუშაობის თვალსაზრისით როგორი იყო. შემდეგ ნახოთ, როგორ იქნება 2025 წელი ზოგადი ფონი. ჩემი მაყურებლისთვის, ვინც ამ გაშვას უყურებს, ზოგადი ფონი როგორი იქნება პირადი ურთიერთობების კუთხით, ფინანსების კუთხით და როგორი იქნება სამუშაოს თვალსაზრისით, მუშაობის თვალსაზრისით. ნახოთ, აბა რას გვიჩვენებს თქვენი ამჟამინდელი სიტუაცია. ნუ რა გითხრათ? მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა ამჟამად ვინც უყურებთ თქვენ ბრძანდებით დასაქმებული იმყოფებით, შესაძლოა ზოგიერთი სწავლის პროცესში იმყოფებოდეთ, შესაძლოა რაღაც კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, შესაძლოა უკვე ხართ პროფესიონალი, მაგრამ რაღაც გაქვთ თქვენი პროფესია, მაგრამ დამატებით რაღაც სწავლის პროცესში ხართ, დამატებით რაღაც ახალს ითვისებთ. ან ხართ დასაქმებული, შესაძლოა გაქვთ თქვენი საქმე. ნუ ერთი სიტყვით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი შემდგარი პიროვნება ხართ, სახლში დიასახლისი დედა, შესაძლოა მეუღლე და გარეთ საქმიანი პიროვნება ბრძანდებით საკმაოდ ფულს გამოიმუშავებთ საკუთარი შრომით, სხვათა შორის არ გიყვართ საკუთარ თავზე ბევრის ლაპარაკი, შესაძლოა რაღაც დანაზოგიც გაქვთ, ერთი სიტყვით ფინანსურად სტაბილურად ხართ ამ მომენტისთვის, შესაძლოა კიდევ გავიმეორებ, რომ გაქვთ რაღაც თქვენი შრომით შეძენილი რაღაც გარკვეული ქონება, ან შესაძლოა რაღაც დანაზოგი გაქვთ და ფიქრობთ, რომ რაღაც სამომავლოდ რაღაც გააკეთოთ, რაღაც შეიძინოთ, ან ერთი სიტყვით რაღაც საქმეში დააბანდოთ ფული. შესაძლოა იცით რა, პიროვნულად მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი პიროვნება ხართ, მუდმივად რომ ცდილობს განვითარებას. ცოტა ისეთი დაუფიქრებელი შეიძლება, დაუფიქრებას ვერ ვიტყვი უკაცრავად, აი რისკიანიც კი, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაც მომენტებში ვერ ითვალისწინებთ რაღაც რისკებს, რაღაც წინააღმდეგობებს და ზოგჯერ ეს მომენტი შეიძლება რაღაც შეფერხების თქვენი წინსვლის შეფერხების მიზეზიც კი გახდეს, მაგრამ თნიანობაში მინდა გითხრათ, რომ ძალიან შრომის მოყვარე პიროვნება ხართ, ვინც არ უნდა მიყურებდეთ და ვინც არ უნდა უყურებდეს ამ გაშვას ყოველ შემთხვევაში. ცდილობთ, რომ მყარად იდგეთ ფეხზე, ცდილობთ, რომ გქონდეთ საკუთარი შემოსავალი და არ იყოთ სხვაზე დამოკიდებული. აი ასეთ მდგომარეობაში და აი ასეთ სიტუაციაში ხართ ამჟამად. მოდი ვნახოთ, როგორი იყო პირად ურთიერთობებში ესე. პირად ურთიერთობები საკმაოდ კარგად გაქვთ, გქონდეთ ყოველ შემთხვევაში. ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ 2024 წელი ნახეთ. მე აქ მიჩვენებს, რომ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა ზოგიერთი იყოს ისეც, რომ გქონდეთ რაღაც არჩევანის მომენტი პირად ურთიერთობებში, რაღაც გადაწყვეტილება, მისაღები. ყოველ შემთხვევაში მე აქ მარტო ვერ გხედავთ, პირიქით, მე აქ გხედავთ ისე, რომ საკმაოდ ყავთ თაყვანისმცემლები ერთი სიტყვით და შესაძლოა არჩევანის გაკეთებაც კი გიწევდეთ ორ პარტნიორს ან ორ თაყვანისმცემელს შორის ერთი სიტყვით. საკმაოდ სტაბილურად თითქოს გინდათ გადახვიდეთ რაღაც, ანუ დაასრულეთ რაღაც ურთიერთობაში რაღაც ციკლი დაასრულეთ შემოკარგებო და რაღაც ჰარმონიულ ურთიერთობაში ხართ ერთი სიტყვით, მაგრამ გინდათ რაღაც სიახლე თითქოს. ნახოთ ფინანსებში როგორ ხართ, ფინანსებში იცით როგორ არის, ქურუმი ქალი ამოვიდა. ფინანსებში მე ვერ ვიტყვი, რომ არ გაქვთ ფინანსები, შესაძლოა გაქვთ კიდეც და გაქვთ, რა თქმა უნდა გექნებათ, მაგრამ გაქვთ რაღაც გადამალული თანხა, ასე ვთქვათ, სხვებისგან სხვებმა რომ არ იციან ისე შუმად დაფარული რაღაც თქვენი კაპიტალი. კი, ხმის დედოფალი ხართ და რატომაც არა გექნებათ თქვენი შრომით
შესაძლოა რაღაც არის დამატებით რაღაც შემოსავლები, რომელსაც არ ახმაურებდით 2024 წელს ერთი სიტყვით. მე აქ ვერ ვიტყვი, რომ უფულოდ ხართ და გიჭირთ და რაღაც. სამსახურში, სტაბილური სამსახური შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი იკავებს კიდევაც თანამდებობას, რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, რაღაც სტატუსის მატარებელი. შესაძლოა იცით რა არის, სტაბილური სამუშაო გვაქვს თუ არ ხართ თანამდებობის პირი და არ გიკავიათ რაღაც საპასუხისმგებლო პოსტი, სტაბილური სამუშაო გვაქვს. შემოძვირფასება. მოდი ვნახოთ 2025 წელი ზოგადი ფონი. იცით რა არის ზოგადი ფონი როგორია? 2025 წელს ყველა ვარიანტში 2025 წელი იქნება რაღაც ტრანსფორმაციის, რაღაც სიახლის წელი თქვენთვის. ანუ ნახეთ 8,000 ამოვიდა უკვე რაც გაქვთ, ნახეთ რამდენი 8,000 ხო? ჩამწკრივებული, მიღებული თქვენი ცოდნა, მიღებული რაღაც ქონება, დაგროვილი რაღაც ქონება თქვენ უკვე არ გაკმაყოფილებთ. რაღაცას მიაღწიეთ უკვე 2024 წელს და გინდათ უფრო მეტი, უფრო უკეთესობისკენ. და ზუსტად 8,000 ამის მანიშნებელია რომ გინდათ. ანუ ნახეთ აქ როგორ არის დასტის ძირზე 4-იანი პენტაკლი. ანუ გაქვთ თქვენ უკვე საკმარისი ცოდნა, საკმარისი ქონება და რაღაც გამოცდილება დაგროვილი, მაგრამ გინდათ უფრო მეტი. 4-იანი პენტაკლი არის სტაბილურობის არკანი, მაგრამ ამ არკანში არ იგულისხმება განვითარება. ანუ როდესაც უკვე სტაბილურად ხარ ერთ ადგილზე გაყინული, რაც თქვენ არ გაკმაყოფილებთ. ამიტომ 2025 წელს ჩემო კარგებო, იქნება რაღაც სიახლეების მომტანი. შესაძლოა გადაწყვეტოთ და რაღაც საზღვრებს გარეთ გახვიდეთ, გასცდეთ, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთიდან მოიძიოთ რაღაც კონტაქტები, რაღაც შემოსავალი, ერთი სიტყვით, რაღაც ისეთი მოიმოქმედოთ და ისეთი წელი იყოს უკეთესობისკენ, რომ და განვითარებისკენ, უფრო მეტი შესაძლებლობისკენ, რომ წახვალთ, ერთი სიტყვით. ნახოთ პირად ურთიერთობებში როგორ იქნება, ჩემო კარგებო, ნახეთ, თუ 2024 წელს 4-იანი კვერთხების პოზიციაში იყავით, ნახეთ, 2025 წელს ვინც ელოდებით პარტნიორისგან, ვინც ხართ ურთიერთობაში და შეხვედრები ქონდათ, რაღაც აემნები და ასე შეიძლება ზოგიერთთან იყოს ნიშნობაც 2025 წელს თქვენ დააგვირგვინებთ. ანუ ეს იეროფანტი არის ოჯახი, ტრადიციები, ნიშნობა, ქორწილი, ერთი სიტყვით, უფრო მყარი, შემდგარი ოჯახი, ერთი სიტყვით, სტატუსის მქონე ოჯახი, ერთი სიტყვით, ვინც ურთიერთობაში ბრძანდებით იყავით და ხართ 2024 წელს, 2025 წელს, ჩემო კარგებო, აუცილებლად ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და ეს იქნება შესაძლოა თქვენი ურთიერთობა გადავიდეს ქორწინებაში, დაგვირგვინდეს, ასე ვთქვათ, ქორწინებაში. ნახოთ ფინანსებში რა ხდება, ფინანსებში ჩემო კარგებო, ნახეთ, ფინანსებს ძალის არკანი ამოვიდა. ძალის არკანით ფინანსები გაქვთ, ჩემო კარგებო, თქვენი შრომით, თქვენი ძალის ხმევით, თქვენი შეიძლება ახლობლების გვერდში დგომით ფინანსები გაქვთ, მაგრამ უფრო აქ შეიძლება იმდენად ახლობლები არ იყოს, რამდენადაც თქვენი საკუთარი ძალის ხმევით, ჩემო კარგებო, ფინანსები არის 2025 წელს, რადგან ნახეთ დასტის ძირზეც 9-იანი პენტაკლი ამოვიდა. 9-იანი პენტაკლი და 3-იანი კვერთხი, შესაძლოა რაღაც მტყუდად არ მithქვამს, რომ რაღაც საზღვარგარეთიდან იყოს რაღაც ფინანსების შემოდინება, ჩემო კარგებო, სამსახურის კუთხით, სამსახურის კუთხით აქ იმპერატორი ხართ, აქ კვერთხის დედოფალი, შესაძლოა საკუთარი რაღაც ბიზნესიც წამოიწყოთ ზოგიერთმა, ისეთი კარგი წელი გექნებათ, ჩემო კარგებო. საკმაოდ კარგი არკანები ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. მე დავაზუსტე 8-იანი თასი და ნახეთ რა ამოვიდა. ეს არის ზუსტად ის, რომ თქვენ უკეთესობისკენ დღევანდელი სიტუაცია 2024 წელს თუ რაიმე გასაკეთებელი დაგრჩათ, აუცილებლად მიიყვანთ 2025 წელს ყველაფერს ბოლომდე და დაასრულებთ, რაც მოგიტანთ კმაყოფილებას, ფინანსურადაც, სულიერადაც, სიმშვიდეს, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი ტრანსფორმაციული წელი გექნებათ, ერთი სიტყვით, სიახლე იქნება. ნახეთ რა არკანებია დასტის ძირზე, ტრანსფორმაცია, ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, მაგი, პენტაკლის პაჟი. რა გითხრათ? ძალიან კარგი წელი იქნება, ერთი სიტყვით, ვინც ამ გაშლას უყურებთ და მე მინდა გითხრათ, რომ თუ მოხვდით თქვენ ამ გაშლაზე და უყურებთ, ესე იგი ეს ნიშანია იმის, რომ თქვენ უნდა გეყურებინათ, ჩემო კარგებო და მე გისურვებთ ყველაფერს კარგს 2025 წელს, თქვენი ჩანაფიქრების, ოცნებების ასრულებას, სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მადლობა და ნახვამდის.